გამარჯობა ჩვენო ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. მოგეხსენება ჩვენი გადაცემათა ციკლი სპორტსმენებს, სპორტს და სპორტთან დაკავშირებულ მოვლენებს ეძღვნება. დღევანდელი გადაცემა კი სპორტის გამშუქებელ გამხვავანებლებს, ანუ სპორტის კომენტატორებს. როგორც ბატონი ეროსი მანჯგალაძე ბრძანებს ერთ პატარა ჩანაწერში, პირველად ფეხბურთის მატჩის რადიო რეპორტაჟი ქართულ ენაზე 1945 წლის გაზაფხულზე შემდგარა. ხოლო უშუალოდ ეს მატჩი კი იმ დროს რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს პიერ კობახიძეს მიხავდა. ის ამბობს, რომ გაზაფხულზე შედგა ეს მატჩიო და მე მოვიძიე და გაზაფხულზე 45 წლის გაზაფხულზე ორი თამაში გაიმართა თბილისში. პირველი ზენით შევხვდი და 2-0 მოვიგეთ და მეორე მინსკის დინამოს შევხვდი და 4-0 მოვიგეთ. პირველი ტურის მატჩი იყო ზენიტთან და ალბათ თუ ეს მართალია საერთოდ ეს ამბავი, ალბათ ის რეპორტაჟი იქნებოდა. დიდ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად ქართველებს დიდი კომენტატორებიც ჰყავდა. რაც მართალია, მართალია. კომენტატორებს სპორტში ხა მედლები და თასები არ მოუპოვებიათ, მაგრამ მოიპოვეს ნებისმიერ ჯილდოზე უპირატესი და უფრო დიდი რამ. ეს იყო ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. ხოლო მათ შორის გამორჩეულები კი შეიძლება ითქვას იმ დროინდელ სპორტის ვარსკვლავებს პოპულარობით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდნენ. სწორედ ასეთი გამორჩეულის კოტე მახარაძის ვაჟი ივიკო მახარაძე ყავს სტუმრად. გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობათ თქვენ პირველ რიგში და მაყურებელს რა თქმა უნდა. მოგზაინებისთვის. მადლობა მოგზაინებისთვის. ბატონო თემურ, რამდენადაც მე ვიცი, თქვენ გინდოდათ დაწყება. მინდოდა და დიდი სურვილიც მქონდა. ჩვენ და საბედნიეროდ, ჩემი და ივიკოს საბედნიეროდ, ჩვენ ორივეს ძალიან კარგად ვიცნობდით ბატონ ეროსისაც და ბატონი კოტესაც და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოგონებები გვაქვს მათი. თან ხვდა ბედნიერება, ჩემო ივიკო, გახსოვს შენ ერთხელ ან ორჯერ, შეიძლება სამჯერაც ბატონ კოტესთან ერთად ჯიხურში ვიჯექით, როდესაც მას მიყავდა გადაცემა. ასევე მე ვარ ნამყოფი ეროსისთან ერთად ჯიხურში და ეს რატომაც ხდებოდა, თქვენ ძალიან კარგად იცით. ბილეთი არ იშოვნებოდა და კოტე იძულებული იყო, რომ ზოგიერთები თავის ჯიხურში შეეყვანა და ეს რიგი იდგა მის ჯიხურში შესვლაზე. შენგან ვიცი რომ მაგალითად ახლა არ გაწყვეტინებ პირდაპირ გავაგრძელებ რასაც მეკითხები, რომ აი მამასთან მაგალითად ხშირად ჩამოდიოდნენ ნათესავები გურიიდან, განსაკუთრებული თამაში თუ იყო რაღაცა, მოსკოვის სპარტაკთან, კიევის დინამოსთან, ყოველ ტურზე არ ჩამოდიოდნენ, მაგრამ აი მათთვის ბილეთი შოვნა მამაჩემისთვისაც კი უფრო პრობლემატური იყო, ვიდრე მათი ყველა ჩასვლა მანქანაში, მანქანის საშვი ჰქონდა და სტადიონში შედიოდა და ვინც ამოწმებდა ამ საშვს მანქანაში, ვინ ისდა, იმას არ ეხებოდა. საშვი აქ მანქანას კი ბატონო და იქ რა ხდება უკვე აი ეს უფრო ადვილი იყო მამაჩემისთვის, ვიდრე ბილეტების შოვნა. ბილეთი თუნდაც უნდა ეხა ეთხოვნა ან მოლარესთვის ან რაღაც ძნელი იყო, არ იყო უბრალოდ ბილეთი. ვიტომ შეგეთქვი ერთი გურული ჩამოვიდოდა. ხო, არა, ჩამოდიოდა, მაგრამ ნატანები აქ იყო, სლობოდაკო. ხო და არა, ამიტომ იყო და რამდენჯერმე მახსოვს აი ხა ეროსი მოდე ასე მოვიგონებ მას რა ხა რა თქმა უნდა ბატონი ეროსია, მაგრამ ნუ მის ხელში ვარ გაზრდილი და ჩემთვის უფრო ახლოა ბევრად და აი პირდაპირ ძახდა ხოლმე. შენი
ხმაურიანი ნათესავები ჩემთან არ დავინახო გუგლებში ამ დროს პირადად იცნობდა ყველას აი იმდენ რამდენჯერ დამყოფი იყო მათთან და ყველაფერი ეს წაიყვანე ივიკო ჩემთან და იცოდა რომ მე და გავარჯიშებული ვარ და იქ ჩუმად უნდა ვიждე ეს ამიყვანდა დამსვამდა თავის და გაფრთხილებაც თავიდანვე იყო ხოლმე როდესაც შეგვიყვანდნენ რომ ხმა არ უნდა ამოგვეღო ხმა არ უნდა ამოგვეღო ივიკო ზოგჯერ ყვირილი არ მოგინდებოდა უიმე რამდენჯერ წამომიყვერია ივიკო მე მაინც პირველი შეკითხვა ესეთი მინდა დავსვა როგორ დაიწყო ბატონ კოტეს კარიერა რეპორტაჟების წაყვანის და მისი კომენტატორობა ეს არაერთხელ უკვე ნათქვამია ჩემს მიმერაც ყველაფერი მაგრამ პირველი რეპორტაჟი მამაჩემის იყო კალათბურთთან დაკავშირებული 58 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ჩამოვიდა და ასე ვთქვათ ну შეიძლება ითქვათ საქართველოს ნაკრებს შეხვდა თითქოს ну თბილისის დინამო იყო ახლა ერთი გუნდი იყო მაშინ კალათბურთში და დინამოს სტადიონზე დასავლეთ ტრიბუნის წინ დააგეს ხის პარკეტი დააგეს და აი იქ ღია ცირკული და ისეთი წვიმა იყო ფეხზე ვერ იდგენ უბრალოდ მოთამაშეები აი ამ თამაშისთვის მზადების პერიოდში როდესაც ერთია ეროსი უამრავმა მოსინჯა სხვათა შორის ეროსისთან ერთად მაგრამ შემორჩა რატომღაც ეროსი და წლების განმავლობაში იყო მარტო მას მიყავდა საფეხბურთო რეპორტაჟები და მოვიდა კალათბურთის რეპორტაჟის დღეც კატეგორიული უარი განაცხადა ეროსიმ კალათბურთის ეროსი უყურებავ შეზმეტი ვინ უნდა არავითარ შემთხვევაში სად შემილია მე ეგეთ ტემპიანი თამაშის გაყოლა აბა რა ვქნა დაგერ არის კოტეო ენა გადებულია მხარზეო და ყოფილი კალათბურთელია ოთარ კორკიასთან და ჯორჯიკიასთან ერთად თამაშობდა თბილისის დინამოში უთხარით მაგარდა თუ დაგხვდებათ უთხრეს და ნუ ეხა თან როგორ უთხრეს მამას რომ ეროსიმ გვითხრა რომ თქვენთან მოსულიყავით და ნუ ეხა ეროსი მამაჩემისთვის იყო ძმაკაცი ისიც ყველაფერი 2 წლით უფროსი იყო და აი ეს ყოველთვის კონდა მამაჩემს ეროსის მიმართ არაფერი ხო თითქოს ერთი ტაობა იყო თეატრში ყველგან მაგრამ აი ყოველთვის ხაზგასმით აი 2 წელი იყო მათ შორის სხვაობა ოფიციალურად თუ იმჟელებთ ერთით მაგრამ ნუ ეროსის თვითონ თავრობამ შეუცვალა დაბადების წელი ომში ჯარში არ წაყვანის გამო იმიტომ რომ წამყვანი დიქტორი იყო რადიოზე ის რასაც მოსკოვში კითხულობდა ლევიტანი ქართულ თარგმანში კითხულობდა მარტო ეროსი და აი აქედან გამომდინარე ესე იგი უზომოდ პოპულარული და აი ასე მოხდა მამაჩემის და როგორც კი უთხრეს რომ ეროსი თქვენზე გვითხრავ კარგით ოღონდ ცოტა დრო მჭირდებაო და მე რამდენ ჩემპიონატის თამაშები რო იყო კალათბურთში მე ავიდოდა კიროვის პარკში იყო მაშინ ჯერ კიდევ კიროვის ახლა ვერის პარკში იქ იყო თამაშები დაჯდებოდა თავისთვის და ესე ახლა ეროსის რეპორტაჟები მილიონჯერ ქონდა მოსმენილი დაახლოებით წარმოდგენა ქონდა ნუ კი ფეხბურთი იყო მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა ქონდა ფორმა როგორია რეპორტაჟი და კალათბურთით წავიდა ძალიან მალე გადაერთო ფეხბურთზეც შომერი ესე ორი სახეობა და ნუ ახლა მე თანდათან კრივზეც მივიდა ბოლოს კრივზეც მახსოვს ოლიმპიადების დროს სპორტსმენი იყო კი და მსახიობი და თვითონ თუ ამბობდა რომ აი მე კომენტატორობა მინდოდა თუ ეს მოულოდნელი წინადადება იყო თუ სურვილი ხო ქონდა თვითონ არ ქონდა სურვილი როგორც თვითონ იხსენებს აი სადღაც შეიძლება სადღაც იყო ეს ჭიაო მაგრამ არ მიფიქრი ამაზე აი ეს ფაქტი რო არ ყოფილიყო კალათბურთის და კალათბურთი ახლა თვითონ თბილისის დინამოს მოთამაშე იყო. აი ხა თანამედროვე კალათბურთიდან გადასახედიდან თუ ვიტყვით, შეიძლება პირველი ძირითადი ხუთეულის მოთამაშე არ იყო, მაგრამ აი როგორც ვქვია, მეექვსე მოთამაშე, ანუ ვინც პირველი შემოდის შეცვლაზე, აი სუცვლი და ყოველთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდში. სტუდენტი იყო ჯერ კიდე თეატრალურ ინსტიტუტის 48 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის თბილისის დინამოსთან ერთად 59-ში ვერცხლი და დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. აკაკი ხორავამ კატეგორიულად დაუსვა ულტიმატუმი. ან სპორტი ან თეატრიო. როგორც კი მივიდა რუსთაველის თეატრის დასში. უბრალოდ აუგზალა. და დაანება ამიტომ კალათბურთს თავიდა
სპორტის ოსტატი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი უნდა გამختარიყავი, რომ მიგეღო ეს წოდება. 50 წელს დინამო გახდა ჩემპიონი. აი ასე მოხდა და ხორავას ულტიმატუმი იმ დროს თითქმის სტალინის ულტიმატუმი. ბევრი არ ჩამორჩებოდა თეატრალურ სამყაროში ნამდვილად. აი მე მახსოვს ეროსი რო წავიდა, ხორავას დაუმალეს მოსკოვიდან რეპორტაჟის წასაყვანა. თორე არ გაუშვებდა. არა, ეს პრობლემა მამაჩემსაც ჰქონდა მერე, იმიტომ რომ ნუ ხა თეატრს თავის რეპერტუარი აქვს, თავის ისა აქვს და მაგალითად ერთხელ მოუწია რაღაც დონეცკიდან მოფრინავდა თბილისში. რაღაც რეისი გადაიდო თუ რაღაცა და გრიმიორი დახვდა თვითფრინავის ტრაპთან. მანქანაში გაუკეთეს გრიმი და ზუსტად 8 საათზე სცენაზე იდგა. იმიტომ რომ ნუ იგვიანებდა და ეხლა რა არის, როდესაც გეუნება კომენტატორი, თავისუფლად ვასწრებ ჩამოვალ ყველაფერი. ნუ ხა თეატრში წყნარად არიან, მაგრამ საქმეზე მიდგა არ არის ჩამოსული, რეისი იგვიანებს. ხო ხდება ხო ამინდის გამო რაღაცის გამო. ისეთი ის იყო, აღარ მახსოვს ეხლა ზუსტად რომელი სპექტაკლი იყო, არ ყავდა უბრალოდ დუბლიორი იმ როლში. სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი წესი არსებობდა და დღესაც არის მოსკოვის თეატრ და რუსეთის თეატრებში. ეხლა თემური ხო კარგახანს სანქტ-პეტერბურგის თეატრში მუშაობდა, აუცილებელია მეორე შემადგენლობა იყოს. ჩემთვისაც ძალიან ახლო პიროვნება ნიკოლაი ოზეროვი. ჯაჯაკოლია იყო ჩემთვის ყოველთვის და დარჩება. ისიც ასეთი მომენტი იყო, ის იყო სამხატვრო თეატრის მსახიობი და უძლიერესი ჩოგბურთელი საბჭოთა კავშირში. არაერთგზის მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველმა გაუმჯობესა მისი შედეგები რაოდენობრივ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე. ესე იგი წარმოიდგინეთ 40-იან წლებში თამაშობდა. 40-იანი წლებიდან ალექსანდრე მეტრეველამდე ვერავინ გაუმჯობესა ოზეროვის შედეგი. თუმცა ბევრი კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ არა, ნუ იყო. აი იქაც ეს მომენტი იყო სპორტი და თეატრი. რავალ ნიჭიერი ადამიანი იყო ბატონი კოტე, მაგრამ საკავშირო პოპულარობა მაინც ალბათ კომენტატორობამ. რა თქმა უნდა, ხა ყოველთვის რა დასამალი იყო და ნუ ხა მილიონჯერ თვითონაც უთქვამს, რომ მაინც ქართული თეატრის მსახიობი იყო. ანუ ეს ენობრივი ბარიერი როგორ იცნობდნენ მას, როდესაც თეატრი ჩავიდოდა თქვათ მოსკოვში გასტროლებზე, კიევში გასტროლებზე, სანქტ-პეტერბურგში. აი იმ პერიოდში ნახავდნენ ამ მსახიობს და გათავდა ეს მერე მიდიოდა თავისთან და არ იყო ასე თქვათ. და უმეტესად კოლეგები და თეატრალები იცოდნენ. თეატრი მაინც რაღაც გარკვეული წრეა და სპორტული რეპორტაჟი ეს არის ყველასი. რანაირად შეიძლება შეედაროს მსახიობის აუდიტორია ბაყურებლის ტელეკომენტატორის ისევე როგორც თეატრი და კინო, კინოს. ნუ ხო რა თქმა უნდა, იგივე კინოს პოპულარობა ხო. აი ხა რახანს ვახსენეთ რუსეთი მესვინა. რუსულად მიყავდა და უამრავი რეპორტაჟია ხო წაყვანილდა. მაინც მისთვის მშობლიური ენა ხო ქართული იყო. კი, რა ყოველთვის. ხო და აი არ უთქვამს რომ აი ცოტა ან მიჭირს ან რაღაცა მიჭირდება რაღაცა. ეხლა ერთი რა არის რომ ყოველთვის ხათაშორის ეს ბევრი რუსისგანაც გამიგია უშეცდომო რუსული მესმის კარგად იცოდა მაგრამ მაინც მშობლიური როცა რა თქმა უნდა აქცენტით და თავიდან შეიძლება ეს ვიღაცებს რუსეთში აღიზიანებდა და მაგრამ შემდეგ უკვე პლუსში გადავიდა ეს ორიგინალური იყო განსხვავდებოდა დანარჩენებისგან აი თუნდაც ამ აქცენტით ძალიან ამოუდგა მხარში ნიკოლაი ოზეროვი ყოველთვის აი მათი მეგობრობა შეიძლება წიგნად დაწერო ხო ის იქ იყო ეს აქ იყო მაგრამ ნუ აი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და აი მაქსიმალურად მე არ მინდა ეხა ასეთ ტერმინს კი არ გაკაჩა მაგრამ ყოველთვის ხარში ედგა უკან არ წერდა არაფრით პირიქით აი სხვათა შორის პირველი რეპორტაჟი მსოფლიო ჩემპიონატიდან მამაჩემმა წაიყვანა ნახევარი თამაში მეორე ტაიმი მექსიკიდან 70 წელს 70-ში და როგორ მოხდა ეს? დაიწყო ნიკოლაი ოზეროვმა პირველი ტაიმი მიყავ მამაჩემი ურის გვერდზე უბრალოდ როგორც მაყურებელი გარეგნობას მეგობრებთან გამჟირდა. დაიწყო მეორე ტაიმი. მოიხსნა ოზეროვმა ეს გარნიტურს ეძახიან. გაუკეთა, დავაი ვიძი რეპორტაჟი. თავის თავზე აიღო ეს. თავის თავზე აიღო. შენ ბადარა საქმე. და მეორე ტაიმი
ახლა ყველა მიცოდნენ მოსკოვში და სხვათა შორის აი გადამეტებულად წესრიგის პიროვნება იყო ოზეროვი. მან იცოდა რომ ამას არაფერი არ მოყვებოდა, იმიტომ რომ იცოდა ჯერ ერთი რომ რახან იმან ეს ნაბიჯი გადადგა, იქ ყველა ამას მიიღებდა. იმიტომ რომ ზედმეტს არაფერს გააკეთებდა. აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, აი ნიკოლაი ოზეროვთან. უამრავჯერ ყოფილა მამა მასთან ჯიხურში. მე არ შემიშვებდა. სიტყვათა მარაგი რუსულად გქონდა ძალიან დიდი. არა, რუსულ ენას. იმიტომ რომ აი ვინც იყო თქვა ის მაშინ რუსი კომენტატორები იმათზე მეტი ლექსიკური მარაგი ჰქონდა. ლექსიკური მარაგი ეს განათლების შედეგია. არა, ხოდა ეს მითო ვკითხო რომ არა, რა იყო ხა? ცხადია რომ ალბათ ბავშვობიდანაც კარგად საუბრობდა. არა, ნუ ჯერ ერთი გასაგებია იმ წლებში რუსული ენის ცოდნა ყველასთვის აუცილებელი იყო და ნუ ახლა აი მამაჩემი იყო, არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე პირველი სკოლის და ეს იყო აღიარებული სკოლა თბილისში. არა, მართლა უდიდესი განათლების პატრონი იყო, არა მარტო. აი მაგალითად ეხა ინგლისური იცოდა ძალიან სუსტად. არ ჭირდებოდა მეტი, ნუ ახლა ყველაფერს გააგებიებდა, ვისაც საჭიროა. მაგრამ არ იყო ახლა მისთვის აუცილებლობა დღევანდელი დღე ხო არ იყო მაშინ. მაშინ იყო რუსული უნდა გწოდო და იცოდა მშვენივრად. ოზეროვთან დამოკიდებულება გასაგებია და ეს სხვა კომენტატორებთან რა ურთიერთობა ჰქონდა? თქვათ მასლაჩენკოს, რომ ეს არანაკლებ პოპულარულია. არა, რა თქმა უნდა, მასლაჩენკო ცოტა სხვა ფენომენია და სხვათა შორის როგორ გითხრათ, იცი, მასლაჩენკომ შემოიტანა კომენტატორობაში ცოტა არ იყოს დამაკნინებელი მომენტი. გადასარევად იცოდა ფეხბურთი, რა თქმა უნდა. თან მისი პოზიცია მეკარე იყო. არა, მისი პოზიცია მეკარის არის, ანუ მთელი თამაშის ხედვა, ხო? ეს კონდა უმაღლეს დონეზე. ამაში იყო შეუდარებელი პროფესიონალი. მაგრამ მეტყველების კულტურა მას არ ჰქონდა. ერთ-ერთი ფინალური მატჩის შემდეგ, აი, გეტყვი, რომელ თამაშზეა ლაპარაკი, მანჩესტერ იუნაიტედმა რო ბავარიას მოუგო ბოლო წუთებზე 2-1. კი, მახსოვს. აი ბოდიში ტელემაყურებლებთან რეპორტაჟი დამთავრდა, ვინი მაიცე გასპადა. ხო, გასაგებია. აი ხა, აი არ არის კორექტული არ არის. ეგეთი რაღაცა, აი ამ სამეულისთვის ეროსი კოტე და ოზეროვი წარმოუდგენელი რამ იყო. არ შეიძლება ქუჩის ჟარგონი შემოიტანო რეპორტაჟში. კულტურა, აი ამაშია საქმე. რომ ამბობენ რომ რეპორტაჟის კულტურა. აი ეს ალბათ აი ამ სამივე შემთხვევაში ეს მაინც თეატრალური კულტურა იყო. აი ეს მეტყველების სუფთავე. ამას სამწუხაროდ მე ხა კიდე ერთხელ არავინ იფიქროს რომ სხვას ვაკრიტიკებ. ზუსტად იგივე ნაკლი მაქვს მეც. ჩვენ სუფთა ქართულად არც ერთი არ ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა. რეპორტაჟის დროს. ეხლა გავიხსენებ ერთ ისტორიას, რომელიც მამაჩემმა მომიყვა მისი საუბარი ოზეროვთან. ოზეროვი უყვებოდა მამაჩემს, რომ ვაძიმ სინიავსკიმ, რომელიც ერთადერთი იყო ოზეროვამდე, მანამდე და იყო ერთადერთი, ომამდელ პერიოდში. ძალიან არასწორი ტერმინოლოგია დანერგა რუსულ რეპორტაჟში, რომელიც მერე კანონად იქცა. სხვა ვარიანტი არ არსებობდა და იმდენი არასწორი ტერმინი შემოიღო, რომ ამასთან ომი დამჭირდაო. არა და ავტორიტეტი ჰქონდა ისეთიო, რომ ვერ ეოდი ზოგჯერ ოზეროვი. უყვება მამაჩემს. ჯერ ერთიო დავიწყოთ არასწორი ტერმინოლოგიები გადმოქონდაო. ჯერ ერთი ავიღოთ ის, რაც დღეს ჩვეულებრივად მიგვაჩნია. მოიგონა რატომღაც პირველი ტაიმ, ვტორой ტაიმ. ტაიმ არის დრო. და პირველი დრო და მეორე დრო არ არსებობს. ნებისმიერ ინგლისელ კომენტატორს რომ მოусმინო დღესაც პირველი პალავი first half, second half. პირველი ნახევარი, მეორე ნახევარი. Live score-ზეც რო შევალთ ესია. Full time მთელი დრო დამთავრდა. ეხა ეროსის შემთხვევაში ხო ეროსი რა თქმა უნდა მაინც ჩარჩოში იყო მოქცეული, იმიტომ რომ უნდა გაგეკეთებინა მიმსგავსებული რუსეთთან. მაგრამ იმდენი სიტყვა მოარგო ეროსიმ ქართულ რეპორტაჟებს, თანამსაჯი, კუთხური, აი ეს ყველაფერი ეროსის ტერმინოლოგიაა. აი თქვენ ახლა შვენივრად იცით და ძალიან კარგად იცით, რამდენი დრო, ენერგია მიაქვს თეატრს, ხო? და აი
თუ ქონდა რომ აი რეპორტაჟებისთვის მზადების დრო და თუ შესწრები ხართ როგორ ემზადებოდა რეპორტაჟებისთვის? რო გითხრათ რომ ახლა რაიმე განსაკუთრებული ქონდა, უბრალოდ ძალიან დაწვრილებით აი თქვა თამაშობს თბილისის დინამო და კიევის დინამო. აი რაც ეხებოდა ამ მატჩს, აი ამ ინფორმაციას მაქსიმალურად ერთხელ მახსოვს დაურეკა კონსტანტინ ესენინს. ეს იყო სტატისტიკოსი, იყო რომელსაც თავის აბზაც ქონდა იზვესტიაში და სავეტსკის სპორტში კი არა. სერგეი ესენინის შვილი გახდათ, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაცია ვერ მოიძია. ეხლა რა გვიჭირს, დავაჭერთ თით და რასაც გინდა გაიგებ ყველაფერს. მაშინ არ იყო ესე ადვილი. მიხეილ კაკაბაძეს ურეკავდა რაღაცაზე მაგალითად ხო ნუ ბევრად აი რაც ჭირდებოდა კონკრეტული რეპორტაჟისთვის, აი ესე მოუყრიდა თავს. აი ეს იყო მაგის მზადება. როგორც შვილსაც გეკითხები და როგორც ერთგვარად კოლეგასაც. აი როგორ ფიქრობ, რა იყო მაინც კოტე მახარაძის როგორც კომენტატორის მთავარი რა თქვა შარმი თუ ხიბლი. აი რატო უყვარდა ხალხს? აი როგორც თვითონ მეუნებოდა რაღაცა ჩემ ცხოვრებაშიო არასოდესო აი თუ თბილისის დინამოს თამაშიც კი რომ მიმყავდა რუსულ ენაზეო მე არ ხვდებოდი თბილისის დინამოს გულშემატკივარიო ქართულ რეპორტაჟში რა თქმა უნდა ხა აზია ლაპარაკი აბა ვისი გულშემატკივარი ვიქნება მაგრამ აი იმ ტაქტს რო ვიცავდიო ეთყობა ეს მოწონდათ და ხიბლავდა მე მიმყავდა რეპორტაჟიო როგორც თვითონ მეყვებოდა როგორც ორი ჩემთვის ერთი და იგივე გუნდისო. ძნელი იყო ეს ძალიან ახლა გუნებაში წარმოედგე, აბა ვისი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ აი ამას ვახტებოდიო. ალბათ ამათი დაიმსახურა იმათი მოწონება. მე არ გულისხმობ ხელმძღვანელობას, მაგ ხალხის. მერეო ყოველთვის ვაქცევდი ყურადღება რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი სპორტსმენზე აუქსო. დედმამა ხო მისმენს იმისიო. როგორ შეიძლება სპორტსმენზე თქვა აუგიო? თუნდაც აი იმ კონკრეტული 22 კაცის, ვინც იმ მომენტში მოედანზეაო. თუ მოუწია თქვენთვის რჩევები, ან თუ გითხოვიათ? რა იყო ეხლა მე უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი, როდესაც ეხლა მთელი ცხოვრება მასთან გავატარე ჯიხურში, სკოლა რო დავამთავრე და ეხლა უკვე გარეთ მინდოდა დაჯდომა. აღარ შემელვა იქ ახლა დაყვილებაც მინდა ყველაფერი. უკვე მეგობრებთან ერთად დავდიოდი სტადიონზე, მე უკვე გარეთ კი ბატონო. აი ამ პერიოდში სულ ისა მე უკვე რაღაც ხო არ მეცადა თქო მეც ესე უკითხე. კი ბატონო. რაზეა ლაპარაკი? მოდიო ნებისმიერ თამაშზე რო წავალთო სარიელი ჯიხურების მეტი რა დაჯექი ჩარტე მაგნიტოფონი და მე მომასმენინებ. ესე იგი თავიდან რომ აი ახლა ესე არაფერი როგორ ჩვენ გინდა ისე ელაპარაკე. აბსოლუტური თავისუფლება გაქვს არც კი და მე უსმენდა ამ ჩემ რეპორტაჟს და ერთადერთი რასაც მისწორებდა აი ფრაზეოლოგიური შეცდომები თუ მქონდა რაღაც არასწორად აგებული ფრაზა რაღაც აი ამაში აკეთებდა მხოლოდ კორექტირებას. აი ესეთ ნიუანსებს მისწორებდა მარტო. დანარჩენი ნუ ხა დანარჩენ პირიქით მეუნებოდა. შენი თავი იპოვე. ჩვენ აი ვისთვლით კოტეს აი მოსწავლეთან საქმის გამგზელებლად აი თქვა წინათაობის კომენტატორების მაგრამ მე ვიცი ჯამლეთ ხუხაშვილი თვლიდა რომ კოტეს მოსწავლე არა თაობებით თუ ვიმჯელებთ ნუ გზარჯუღელი ჯამლეთ ხუხაშვილი სხვათა შორის აი ხა ძალიან ბევრს არ ახსოვს მაგრამ ისტორიული მატჩის დინამო თბილისი ლივერპული 79 თენგიზ ნათაძე მეორე ტაიმი შემორჩენილია თორემ მთელი თამაში მიყავდა არა პირველი ტაიმი ჯამლეთს მიყავდა არ მახსოვს შეიძლება ეხლა YouTube-ზე მაგალითად კი მე მახსოვს პირველი ტაიმი ჯამლეთს მიყავდა და მეორე ეხლა ამ ბოლო დროს ამდენჯერმე YouTube-ზე ვნახე ეს თამაში დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ ესეთი თამაში არ ვიცი მაგ ეს იყო ევროპის საუკეთესო გუნდი მაშინ აბა კი ბატონო და სხვათა შორის ინგლისელებმა გადაიღეს ფილმი ლივერპულზე. აი მთელი საუკეთესო წლები მიუნხენის ბავარიის 3 წლიანი
გამარჯვების შემდეგ 17 და 18 წელს რომ მოიგო და ნუ ლივერპულის დამარცხებელი რო არავინ იყო და ნოტინგემ ფორესტმა მოუგო. მერე და მერე მოუგე ჩვენ. აი ნოტინგემ ფორესტთან წაგებამდეა გადაღებული ფილმი. ჩვენ თვითონ ვითომ წარყოფილვართ. და სუპერთასიდან უბრალოდ გაგვექცა ლივერპული ეს ფაქტი ყველას ახსოვს. გაგვექცა. სათამაშოთ არ ითამაშა ჩვენთან თამაში. რაღაც მიზეზები მოიგო. ხო, რა არ მოიგონეს, რომ ჩვენთან მეორედ არ ერთ. აი ესეთი გუნდი ყავდა და ესეთი მინდა დღესაც რა ვქნა. რა ვქნა. მოკლედ ივიგო ბატონო ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და მით უმეტეს თუ ეს ბატონ კოტეს ეხება. ვიტოვებთ იმის, რომ კვლავ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემაში. გადაცემაში მორეკ სტუმართან ერთად ბრუნდებით. თუმცა ძნელია ბიძინა ბარათაშვილს აქ სტუმარი უწოდო. აქაურობის უფროსიცაა არაერთი გადაცემის საავტორო გადაცემა მიყავს და საერთოდ მე მგონი რაც გადაცემებია იქნება ეს შეშლილი სამყარო თუ შეშლილი მუსიკალური სამყარო ანუ გამაწყვეტეთ რა ისე კინო სამყარო ყველგან სტუმარია და ისე აი ამ შეშლილობასთან და ასეთ შეუშლილ ადამიანს იმიტომ მან მიბარებენ რატო გაკავშირებენ ბატონო ერთგვარი ოქსიმორონის ისი რა მე სხვა შორის მაგ თვალსაზრისით თვითონაც მაქოლმე რაღაცა გარკვეული ეჭვები იმიტომ რომ არა მარტო ამ სტუდიაში ხდება ზოგადადაც ახლა სადაც ცოტა ახლა ისე თქვა რაღაცა შეურაცხყოფელი ეპითეტების ხმარება არ მინდა მაგრამ ცოტა თქვათ აი არეული გონების ადამიანი სადმე თქვენ თვითონაც გამოგიცდიათ ეს ჩემთან ერთად ბევრჯერ რომ აი 100 კაცი რო იყოს თქვა და აი რაღაცა ცოტა ესეთი უცნაური მოდი დავარქვათ ადამიანი რო გამოჩნდეს ეს რაღაცას თავისას ხედავენ ეტობა და ეს გაგზელება ყველაფერი არის ჩემი სტუმრობები ყველა ტიპის შეშლილ გადაცემაში რაც აკეთება ამ მომაში ბაბუა კაკოძე სიგურიო ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ეს ძალიან ბევრი მაინცის და ბატონი კაკორო კომენტატორიც იყო ეს შენიცი მე მგონი მარტოა ეს ცოტასთვისაა ცნობილი მეც ვიცი როგორ მოხდა და იცი რა რამდენადაც მისი მონაყოლიდან შემიძლია ვთქვათ ვიმსჯელო ამაზე იმიტომ რომ ხა იმის მომსწრე ვინ უთხრა ბაბუა ჩემს ან ვინ შესთავაზა თუ თავის ინიციატივა იყო ხა ძალიან რთულია ხა ამის მოძიება ის იყო მაშინ მუსიკალური რედაქციის თავარი რედაქტორი რადიოსი ხა ტელევიზია არ არსებობდა მაშინ ეს ხდება ომამდე პერიოდში ანუ იმ დროს როცა ქართული ფეხბურთიც მათ შორის თქვა პირველ ნაბიჯებს გამდა და დინამო თბილისის მოხდელობაში და თქვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ზუსტად როდის რომელ წელს რა ხდებოდა ომამდე იყო ეს თუ უკვე დამთავრებულზე ამასაც მე არ დამიზუსტებია ეს იმიტომ რომ იმ პერიოდში მე თვითონ როცა ამას ყვებოდა იმ პერიოდში მე თვითონ ტელევიზიასთან უშუალოდ თქვა ამ სპეციალობასთან საქმე არ ქონდა. მას მე რაც მე თვითონ გავხდი თქვა სპორტული ჟურნალისტი სატელევიზიო კუთხით. ამ თემას აღარ დიდად არ შევხვდები, იმიტომ რომ ის რასაც მიყვებოდა ხა თქვენ სამივენი კარგად იცნობდით მას და ხა რაღაცნაირად იუმორით უდგებოდა ჩემს მოღვაწეობასაც და საკუთარსაც პირველ რიგში და ამიტომ არც ერთი გაუჯერდებოდა არა ხო არც ერთი და არც მეორე და იცი როგორ იყო რომ ამბობდა ხოლმე რომ აი იმ პერიოდში რა ისინი ქონდათ რა ქვია როგორი ეპითეტებით მიყავდათ ხშირად და უთქვამს და მე ყველაზე უფრო დავამახსოვრდა ერთი იმიტომ რომ სულ მეშინოდა რომ მე არ მეთქვა ეს სადმე რომ მოვიდა სეტყვა და ხვდა ქვა ეგ ხეს რომ მეთქვა მე რეპორტაჟის დროს 90-იან წლებში ამით რომ დამეწყო თქვა იმ დროისათვის ეს პათეტიკა და მიებულია ეხლა რაშია ეს საქმე ალბათ თავარი მომენტი რაც არის აქ რომ
სპორტული კომენტატორის სპეციალობა როგორც ასეთი არის ძალიან ახალი და ასეთ ნორჩი ასე ვთქვათ, ну თან ნორჩი არ ეთქმის ახლა ხო, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ჩამოყალიბდა პროფესიულ დონეზე გულისხმობ მე. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მე ეჭვი მაქვს იმ ადამიანების პროფესიონალებში ან მათ წაყვანილ რეპორტაჟებში, რომლებიც კლასიკად არის ვთქვათ, აღიარებული და რომლებზეც ჩვენ უამრავი რაღაცა ვისწავლეთ. მაგრამ ახლა თქვენ აგერ ყავდათ დღეს გადაცემაში ივიკო მახარაძე, ხო? რომლის მამასთანაც მე ოჯახით გარდა იმისა, რომ ჩემი უფროს მეგობრათა ჩემილია მოიხსენიოთ ეს მისი დამსახურება იყო, იმიტომ რომ ის იყო ასეთი ვთქვათ უშუალო და დიდთან დიდი პატარასთან პატარა. ხო რაც სხვა შორის იმ თაობის ყველა ადამიანს ახასიათებს. მე მაგალითად ეროსი მანჯელაძეს დავყავდი, იმიტომ რომ ბაბუაჩემის მეგობარი იყო და ბაბუაჩემმა მიიყვანა ის რადიოში და მე შესაბამისად უკვე როცა ტელევიზიაში გადმოვიდნენ და როცა კოტე მოიყვანა უკვე ეროსიმ და ისე მოხდა რომ ბაბუაჩემს ჰქონდა ორივე მათგანთან მათ პირველ ნაბიჯებთან და უშუალო შეხება, იმიტომ რომ მისი თანამშრომლები იყვნენ ერთს და მეორეც, ისევე როგორც მე შემდგომში უკვე ჯამლეტიც და ახალი თაობის სხვა კომენტატორებიც, მაგრამ ესე დაალაგდა. მე დასწრებული ვიყავ მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ეროსი იყო ბაბუაჩემის ხნის. ანუ იმდენად მეგობრობდნენ და ისეთი ახლობლობა ჰქონდათ, რომ აბსოლუტურად მისი ასაკის მეგონა და ჩემდა სამწუხაროდ მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე გავიგე მისი ასაკი. და აღმოჩნდა რომ ჩემთან უფრო ახლო იყო ვიდრე ბაბუაჩემთან ასაკით რა, ხო? მაგრამ მე მქონდა ბედნიერება, რომ აი ეროსის მაგალითად დავყავდი ფეხბურთზე. დავყავდი დოღზე. მე არ მახსოვს იმ დოღიდან. უბრალოდ მახსოვს ფერების მიხედვით ვირჩევდი ხოლმე, კამზოლის ფერის მიხედვით, ვთქვათ, ჟოკების, მაგრამ ეროსის არ ახსოვს, რომ ეროსის მიყავდა იმაზე, რა ქვია, უშუალოდ ეს დოღები კომენტირებას აკეთებდა ის თვითონ იპოდრომზე. და რამდენჯერმე მქონია მე, ანუ ბაბუაჩემი, მე და ეროსი ერთად მივდოდი, ის მე აცხადებდა და იქიდან უყურებდი მე თქვა აი დოღებს. მე ვერ გეტყვი რომ ყოველდღე დავდი, კვირაობით იყოს ეს, ყოველდღე არ იყო ეს, ხო? არ იყოს. მაგრამ აი ეს მხარეც მისი ბევრს თავშეთ არ ასოს. ხო და ბაბუაჩემი ცოტა ხანი იყო ამ იმაში. და ნახე ვიღაცა ძალიან კარგად გამოუვიდა ეს საქმე და გახდა ეროსი, კოტე ვიღაცა დროზე მიხვდა და გაანება ამას თავი ვთქვათ ბაბუაჩემმა და რაღაც სხვა, მაგრამ მაშინ იყო ასე რომ მე მაგალითად რომ დავით ზიგუას მიყავდა რეპორტაჟები. მე არ მახსოვს. მე დავით ზიგუა მახსოვს თვითონ, იმიტომ რომ მოამბი როგორც მოამბის. ანუ მაშინ რა იყო? დიქტორებს მიყავდა. თვითონ თავისთავად დიქტორები თვითონ როგორც წესი ყველა იყო მსახიობი. ვიღაც უფრო წარმატებული, ვიღაც ნაკლებად, ხო? ეხა კოტესთვის ან ეროსისთვის, რომლებიც კორიფეები არიან, ხო? პროფესიის საქართველოში, ხო? რო გეთქვა რომ კომენტატორი ხარ, შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოთ, იმიტომ რომ იმათთვის ეხა მსახიობობა უფრო მეტი. როგორ ეხა კოტე რუსთაველის თეატრში დავდიოდი ჩვენ დენბურგის ზარებში ქონდა ისეთი თამბეშავი როლი და დეჩემ და ის ძალიან მეგობრობდნენ და სამჯერ მაგ ნანახი ეს სპექტაკლი. მერე იყო ურიელი თქვათ, ურიელი მარჯანიშვილში. მერე ქონდა გასვა მონოსპექტაკლები და ერთი მსახიობის თეატრი თვითონ ჩამოაყალიბა, ხო? ამის პრეცედენტი არ არსებობდა. ეხლა ის რო აიღო თქვათ ეროსი, ხო? ეროსის ხანუმაში თქვათ ეროსი ვისაც უნახავს, ან თუნდაც აზდაკის მისეული ინტერპრეტაცია, რომელიც მე კი არ ვადარებ, რომელიც უკეთესი უარეს, აბსოლუტურად სხვა იყო. სულ. და იმაში სატელევიზიო სპექტაკლები, ახლა თქვათ, კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა თუ ვადი ბიგვა თუ რომელი ერთი რაღაცაზე ახსენებს. კუდი უჩინ მაჩინი. უჩინ მაჩინის კუდი. ანუ ის იყო, ისინი იყვნენ ძალიან დიდი მსახიობები, მაგრამ პროფესიონალი კომენტატორი რასაც ქვია, ეს ცოტა გვიან შემოვიდა. აი ივიკო მაგალითად, ხო, პირველი ეს უფრო ალბათ ჯამლეტი. მე თუ მკითხავ, აი უფრო ჯამლეტი ალბათ პირველი სრულყოფილად სპორტული კომენტატორი ქართველი, ალბათ მაინც ჯამლეტია, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, აქ
დონეებს კი არ ვადარებ ერთმანეთს და იმას კი არ ვადგენ ახლა ვინ ვის ჯობდა თუ მაგრამ აი კაცი რომელიც მთლიანად ამას დაუთმო თავისი თქვათ მოღვაწეობა ეს არის ჯამლეტი მე უკვე ბევრად მასზე ახალგაზრდა ივიკო ტატოლასხიშვილი დაუშვათ ხო ეხა ნუგზარ ჯუღელიდეს ისინი ყველა მსახიობები იყვნენ თენგიზ ნათაძე იყო რაღაცა ხო ეხა რუსთაველის თეატრის რა ქვია ომარ ტივაძე ვინც მახსენდება ვიღაც შეიძლება გამომრჩეს ხო იქ პეტრიაშვილი თქვათ ხო ზურასაც მიყავდა თამაშები მაგრამ ეს უფრო აი ჩემი გადმოსახედიდან ესენი უფრო და მე მოვიდა ჩვენი თაობა რომელსაც უნდა ქონოდა რაღაცა სხვა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევეჯიბრებოდით ახლა კოტეს და ეროსის იმაში, რა ქვია, იმ მიმართულებაში და იმ თქვათ ხარიზმაში, რომელიც მათ ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ უფრო ავიღეთ აქცენტი ჯერ ესეთი ორ კაციან რეპორტაჟზე. ეს ჩვენი დანერგილია იბერვიზეში და არავის არ ეგონოს რომ ვინმე სხვა, იქ ვინმე შეიძლება ეგონოს რომ იქ 64 წლის ფილმი როა გაკეთებული, სადაც კოტეს და ეროსის ერთად მიყავს, ის გადაღებული არის აგერ იმაში, რა ქვია, კინოსტუდიაში და არა ტაშკენტში. ჩვენ დავწეს შიშისგან. ჩვენ არ ვიცოდით ხშირ შემთხვევაში რა თამაშს წავიყვანდით. ეროსი არაერთხელ ახსენედა, ნუ ეხა ეროსის ფრაზები მაშინ ყველასთვის ცნობილი იყო, მთელი საქართველოს ხარხარებდა ხოლმე მის გამონათქვამებზე. თუნდაც ეს ტრებმა ცოცხალი კედელი აღმართეს, ანეს არ დამამიწყდება ეხლა თუ ფეხბურთს არ ვიტყვი ერევანს ვეთამაშებით აქ და ერთით 0-ს მგონი ერთით 0-ს გვიგებდნენ თუ 1-1 იყო არ მახსოვს. მე მგონი რომ გვიგებდნენ ერთით 0-ს სადღაც ეს 95 წუთია დაენიშნა პენალტი. და აი ვეშველა რა და ეროსი ამოსო აი დაინიშნა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა რომელსაც შეასრულებს ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ფედოტოვის კლუბის წევრი ჩვენი საყვარელი თავდასხმელი აკეთეკეთი გამორბენი დარტყმა წადიშენიკი და მაგის მერე აუგრძე რაღაცა პერიოდი ჰქონდა ის კვალიფიკაცია ეწოდება. ვიცი და შენ ხო არიცი რატომ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება რომ ახალგაზრდა კაცი იყო რომ აი თქვა რომ მე რეპორტაჟს აღარ წავიყვან. იცი რა არა ბევრ რაღაცას ვერსიას ამბობ მე მისგან არ ვიცი ეს რა. სხვათა შორის კოტეს მახარაძეს აქვს თავის მოგონებებში ჩანაწერში რომ მითხრაო რომ დავიღალე მე აღარ წავიყვანო და რას ამბობს კოტე როგორ მივხარეო რომ მეც არ მივბაძე ხო იცი რა მე ბევრი რაღაცა ეროსის ცხოვრება საერთოდ არის რაღაცა ძალიან ბევრი რამით გამორჩეული ხო მისი სასიყვარულო ისტორია ცალკე თემა კიდე ხო რომ საოცრად დრამატული და ტრაგიკული ნაწილობრივ ხო ერთი იქ მეორე თეატრიდან მისი წასვლა თქვათ ხო ეხა ეს იმისი მსახიობთა თეატრში წავიდა იმით არ წასულა რა ქვია სიხარული და მეთე რუსთაველის თეატრში იყო ხო რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ თუმანიშვილმა უზარმაზარი ამბავი გააკეთა შესანიშნავი თეატრი და რამდენი თაობა გაიზარდა იქ თქვა თანამედროვეისა, მაგრამ მაშინ ახლა ის იყო და ახლა იქიდან წამოსვლა ესა თავისი ნებით იქ მილიონი რაღაცა მომენტი იყო ხო იქ მე ის აზდაკის ის რო ახსენე ხო იქაც იყო ახლა რაღაცა ეს არ არის ალბათ ამ თემის ამ გადაცემის ფორმატში გასარჩევით საკითხები, მაგრამ როგორ არის იცი ნაწყენი წავიდა ეს კაცი საერთოდ ამ ქვეყნიდან რა ბევრ რამეზე უფრო გულნატკენი ალბათ. ხო, ნუ მაგას ხო, გულნატკენი და იმიტომაც ესე რაღაც არის და მე იგებ და მე რო იხსენებ ახლა ხო მის როლებს. კიდე იმაში ეპიზოდური როლები რო აიღო მისი თქვა ახლა თოჯინები იცინიაში ის რასაც აკეთებს. დაუშვათ ხო? ახლა ნუ დაგავიწყებ რა კორიფეების გარემოცვაშია ხო? იქ
თუნდაც იმ სუფრაზე ხო ახეთიკიდან უსხედან რა ვიცი ხა თუ კი ვინმე იყო მაშინ რა ქვია ქართულ კინოში გამორჩეული ყველა იქ არის ხო ეს არის მაშინ ახალგაზრდა კაცი მაგას გეუბნები აბა 37 წლის არის ხო და ხა არ ეტყობა ხა რა ეროსის მიაწერენ ცნობილი მას რომ რადიო რეპორტაჟი რომ იყავდა და ბურთი შევინახეო და რო უთხრა და ეხლაო არა ნუ გეშინიათო არ დამთავრებულა ესეო ბურთი ვინე მაგრამ მე ვიცი რომ ეროსის ამ ფაქტს მიაწერენ და მისი ავტორი იყო მე მგონი კი ბაბუოჩემი ყოველ შემთხვევაში ის ასე ამბობდა და ეხლა მის რეპორტაჟი ორივე მაგრამ მე არ გამორიცხავ ეს ერთხელ კი არ მოხდა მოხდა ორჯერ და ერთხელ ერთმა გააკეთა და მეორე იმიტომ რომ ეხლა ეს რეალურად იყო ხულიგნობა ეხლა იმ პერიოდში ძალიან ესეთი რა ქვია ხა გაუგონარი რაღაცა რომ ეხლა ჯერ ხალხს გადაგარიცხა თან ეხა რა პერიოდია და რა ხელისუფლებაა და რა რეჟიმია თუ რადგან ეს დაარქვია ხო ყოველ შემთხვევაში ეს ხდება როგორც მე ვიცი აი იმის რა ქვია ომის წინა პერიოდში ვიცი ერთი რამე მინდა კითხო ხო კაკოძიძიგურს დაუბრუნდეთ ეს აი მე და კახას ქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის ეს მართლა ის სიტყვა კი არა მართლა ბედნიერება იყო მასთან კი ნამდვილად ეხლა მეც ამას არ ვლაპარაკობ როგორც რაღაცა და ერთი რამე მინდა თქვა იყო ძალიან კარგი მთხრობელი ქონდა ძალიან კარგი მეხსიერება ესე არ ხო ფანტასტიკური არაფერი და იუმორი ხო ესე აი და ფეხბურთი უყვარდა ხო ესე ნუ გამოვიდა და ძალიან კარგი კომენტატორი და ну ალბათ რაღაც სხვა საქმეები რაღაცა თვითონ არ უთქვამს მე რაღაც დროს აი მიკროფონი მომცა ეხა და რაღაც არ ქონდა იყო არ ქონდა არაფერი იმიტომ რა იყო იცი საერთოდ მე ვერ ხვდები დღემდე ხო როგორ ახერხებდა ამდენი რაღაცის გაკეთებას სწავლობდა ერთდროულად ფილოლოგიურზე კონსერვატორიაში მათემატიკურზე და ფილოსოფიაზე 4 ფაკულტეტზე სწავლობდა ერთდროულად მერე მათემატიკური და ფილოსოფიები მიატოვა დაამთავრა კონსერვატორია და ესა რა ქვია ფილოლოგიური მაგრამ იმაზე კი არა ხო ჩააბარა ხვდები ანუ აბსოლუტურად განსხვავებული ანუ რაღაცა ვეუბნები რომ ეს ამდენი რაღაცა რატო მოგივიდა აზრად რომ აქაც კოტე მარჯანიშვილი ასწრებდა მას რა ქვია თავის რეპეტიციებს. ძალიან პატარა იყო მაშინ ამისთვის, ხო? სტალინთან ერთად, აი 27 ახსენე, ხო? ნუ კიდე კაი რო სტალინთან დეკადა რო იყო. ხო, დეკადის დროს იმღერა ეს ქეთუნია მიქელაძემ ნანის დეიდამ. კი. გაკომდა სტალინ რაღაც მოგაია. ვეუბნები რა გინდოდა ეხლა რო დაეხრიტე იქ ანუ ცოტა გემღერა რაღაცა ეს ანუ უშანგი ჩხეიძეს ხმა საერთოდ რო არსებობს მისი ეს არის ჩააკითხა იმაში სადღაცა ოქროს ფონდი იშხნელები ლილი გეგელია აკაკი წერეთლის ის ხმა დაკარგული იყო აი ჩანაწერი იყო რომელიც არსებობს მე ერთხელ ბებიაჩემი იმაშებოდა რა ქვია ბებიაჩემი განიცდიდა ამ რაღაცებს და ეს კი რა ქვია საყოველთაოდ ხერთ ფარმიდე ხა დასახელებად მეცნიერს რომ იმას თქვა რომ მე აღმოვაჩინეო აკაკის ხმაო იმისიო რა ქვია რადიოს ოქროს ფონჩიო და ეხლა თავისთავად წინადადება არის აბსოლუტური კრეტინიზმი ხო ოქროს ფონჩი აღმოჩენა თუ ოქროს ფონჩი შეიტანეს შენ რაღაცა ხო ანუ შეხვედი და იპოვე იქ რომელიღაც თაროზე ხო მოკლედ ახლა მაგაზე არის ლაპარაკი, მაგრამ რას ვეუბნებოდი, იცი, შენ კითხვას რო დაუბრუნდე რა. ვეუბნე აი და ერთი რაღაცის კეთება მარტო ერთის. ეთქობა არ აკმაყო სულ უნდა და რაღაცა ახალი, სულ სხვა რაღაცა, ესე საოცარ თანამედროვე ტიპი იყო რასთავარი. ონ სულ ამაზე შაყირობდა, იმიტომ რომ იმაზე ერთხელ მუსიკა სოდნეც ნაობაში რაღაცას წერდა, მას რა ქვია და ყვებოდა რომ ოპერასთან მოვდიორო და წინა დღეს დავწერეო უზარმაზარი წერილი
რაღაცა რომელიღაც ოპერაზე და ამ კომპოზიტორზე რომ აი აქ ის იგრძნობა და ეს რო იქ რო შემოდიან თქვა რაღაცა ესენი ვიოლინოები ეს არის ამის მანიშნებელი ის არის ამის მანიშნებელი ეს ყველაფერი იმას დაკავშირებით მეუბნებოდა რომ მე ხელოვნებაცოდნე ვარ და მიხსნიდა პროფესიის არს რომ შემხვდაო ეს კაციო მოვდივარ და დავინახეო და თან ძალიან კაი წერილი გამომივიდაო ხა რაღაცა აქედა ვადიდესო და შემხვდა და მითხრა რომ კაკო კაცო რამდენი რამე მიფიქრია თურმე ამას რო წერდი არა შეიძლება ვწდები მაგრამ ესე მგონია რომ აი წინათ კომენტატორები ნუ ცოტანი იყვნენ ხო და ტელევიზია იყო მარტო ეხება ერთი და ერთი რადიო მაგრამ ყველანი იყვნენ პრაქტიკულად ინდივიდუალისტები კი ბატონო ხო დღეს ბევრია კომენტატორი მაგრამ ინდივიდუალისტი მე მგონი გასაგებია უფრო ცოტა კი როგორ თუ მეთანხმები და როგორ ფიქრობ რითია ეს გამოწვევა კი იცი რა გეთანხმები ტრაგედიას ვერ ხედავ ამაში აბსოლუტურად იმიტომ რომ დღევანდელ ჯერ ერთი რამ მინდა ხაზგასმით თქვა ბევრი არ დამეთანხმება ალბათ ამაში მაგრამ იმიტომ რომ ყველას საერთოდ არა მარტო საქართველოში ყველას გუნია რომ თვითონ შეუულია მიკროფონთან რომ დაждდება მასზე უკეთესად ვერ წაიყვანს ვერავინ ეს აბსოლუტური ეს არის ხო რომ შეუულია ქვეყნის პრეზიდენტობა ყველა ქართველს ნაკრების მცნელობა და ფეხბურთის საყვანა ეს არის სამი რაღაცა რომელიც ნებისმიერ კაცს ვისაც გააჩერო იკეთოს რომ რა თქმა უნდა ხვალვე წავა და გააკეთებს ამას წვნელზე უბედეს და ის ხო ამიტომ ხო და მაგრამ მე შემიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით გითხრათ რომ დაუფასებელია ქართველების დონე ჩვენი საშუალო დონე მე იმას კარგი ვარ რომ ყველა კარგია მაგრამ საშუალო დონე ქართველი კომენტატორები ეს დღეს ვინც არიან ხო არის ძალიან მაღალი იმასთან შედარებით რაც შეიძლება ეს სპეციალობა არ იყოს გამორჩეულად ესეთი რა ქვია ნიჭიერი ხალხის საქმე ჩემი ჩათვლით არ ვიცი მაგრამ თუ არის სადღაცა რაღაც დონე ქართველები ძალიან ბევრს აღემატებიან ძალიან ბევრს რაც შეეხება ინდივიდუალიზმს ახლა არიან ახლა დღესაც ჩვენ შეგვიძლია ვიღაცები გამოვარჩიოთ ესმის აი ახაც ხო ძალიან ბევრი მე ძალიან მიხარია ის რომ აი ჩვენთანაც ჰეტანტაზეც პირველ არხზეც დაუშვათ ხო მეტი არც არ არის ახლა სადღაც კი იმედზეც თქვა რაღაცა ხო მაგრამ ის ბიჭები ჩვენთანაც ხო არა მე რაგბია კომენტარი არ ვნა რაგბი ანუ არიან გამორჩეულად საინტერესო ადამიანები მაგრამ მე აი ისიც თქმა მინდა იცი რა და ალბათ ეს ნაწილობრივ პასუხია იმაზე რასაც შენ ამბობ რომ რატოა დაახლოებით ერთ და იგივე მე აღარ ვждები ყველა რეპორტაჟზე მივხვდით იმის რომ ძალიან ანუ ვждები უფრო სამხრეთ ამერიკაზე ეხლა ასაკის არის ხო ხო შეიძლება ყველაფერი მიყავდეს ეხლა და თქვა ცხენოსნობა დოღზე ლევანთან ერთად თქვა ცოცხალზე ასევე ლევანთან ერთად იმიტომ რომ შეხუმრებული ვარ და ის კარგია ცუდიაზე აბლაპარაკობ ვიღაცას მოწონს ვიღაცას არა ხო მაგრამ იქაც ხო უფრო ვცდილობთ რომ შტაბ-ბიჭდირება იყოს და შენთან ერთად უყურებ რეპორტაჟს. ან ეს არ არის კლასიკური რეპორტაჟი, რაც მე თვითონაც მიყავდა და რასაც მე ვაკეთებ დაუშვათ, როცა მიყავს რაღაცა ესპანეთის ჩემპიონატი ან თქვა სამხრეთ ამერიკული რომელიღაცა ტურნირის რეპორტაჟი. იქ არის დასაწყისი, დასასრული დრამატურგია რაღაც. აქ უფრო ისეთია, სალაღოა, როგორც სახში ვხედავთ, ლაპარაკობთ ერთმანეთში, უბრალოდ მეც ლაპარაკობთ და ის არ არის, რა ქვია. ამიტომაც გამოდის ხოლმე რომ ორივე შემთხვევაში კომპიუტერზე ვწერენ, ხან Facebook-ზე, ხან რაღაცაზე, ხან მესიჯი მოგდის პასუხობ და ცოტა სხვა რაღაცა დავიწყებ. ეხლა რა არის ამის მიზეზი? დავიწყებ ეს თქვა სამხრეთ ამერიკის მატჩების რა დაждობა ახალგაზრდებთან ერთად. იმის ყოველგვარი ესეთი qalbi იმის გარეშე, რა ქვია, თავმჯდომარეობის გარეშე, შემიძლია გითხრა, რომ საქართველოში ვინ თუ იცის სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი ვარ მე. არიან სხვებიც, მაგრამ ვარ მე და მე არის სხვები. ხო, გავხანე ხა. მაგრამ აი მაგალითებს განვი დავждები და მგონია რომ ეხა თქვა ვიღაცა თამაში ურაკანი და პირობითად ლაპარაკობ ვიღაცა ლანოსი და
ეხლა მინდა რაღაცა რა ვემზადები რომ დავიწყო რა თქვა რომ იმიტომ რომ მე მახსოვს რომ თქვა 73 წელს როცა გახდა მენოტის ხელში თქვა ურაკანი ერთადერთხელ ჩემპიონი იმ შემადგენლობას გეტყვი და სახეებით გეტყვი რა ვინ არიან და მე საწავიდე იქიდან რა გააკეთე ალფიო ბასილე რომელიც მე მსმენელი იყო ბრინდისი რო ახსენდა ხა ამან იმის გამახსენდა იქ ბაბინგტონი იყო კარასკოსა ვიღაცა რატო არ წავიდა ის 78 წლის სოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ რომ თქვა ვიდრალას და იმას რეჟიმს ებრძოდა ანუ შემიძლია და ვემზადები რომ ეს დავიწყო იმიტომ რომ ვიცი რომ მე ვინც მიზის გვერდზე ძალიან კარგი ბიჭი ძალიან წესიერი არიან ვიღაცა ვინც საოცრად მომზადებულები მოდიან და მე დღესაც შემიძლია გითხრა რომ მაგალითად ტაფსონა რომელიც ახლა იმაზე არა ქვია სეტანტაზე მე ესეთი მომზადებული კაცი რეპორტაჟზე მოსული არ მინახავს საოცრად მომზადებულია ყველაფერში და სულ უნდა რომ რაღაცა გითხრას ესქნას ხატოვნად რაღაცა ძალიან საინტერესოა მასთან ერთად რეპორტაჟი ეს ვინც ახლა იმ შემთხვევაში მიზის არის ძალიან კარგი მაგრამ ისეთი ეს არ არის მისი საქმე უბრალოდ ლევანმა დანიშნა ამრელაევის რაღაცა რეპორტაჟი აი სანამ მე დავიწყე უსერ გავიხედე და ეს ყვება ამ ურაკანის რაღაც ამბებს და ისე გავოგნდი რომ ეხა ამეთქი ამან საიდან ეხა რა შესაძლოა კომპიუტერი აქვს ჩართული უყურებს და კითხულობს მაყურებელი ვერ ხვდება მაყურებელი ხო არის მე ეს ვიცოდი მე კომპიუტერს კი არ უყურებ მე ეს ვიცი ეზოში მაქვს ამაზე იმ დროიდან თქვა კახასთან ალაპარაკები თუ შენთან კიროვის ბაღში თუ სადღაც არის ოქროყანაში მე და შენ და მეხსიერებას და ბაბუოჩების რაღაცას გამონყო და მახსოვს რაღაც ესურები დანამეორები ნაგვისყუდიკას გავშივა ესაც მაგრამ ხო მაგრამ იქ რო ვზივარ ეს ლაპარაკობს და ზუსტად ისე ამბობს და ვინც არ იცის შენი უპირატესობა თქვა ეს რომ ეს მე ხო არ ვამბობ ყველაფერზე პრეტენზიაში ინგლისის ჩემპიონატი თქვა დიდად არ მიყვარს და შეიძლება არ ვიცოდე თქვა ბრენთფორდის ორი ფეხბურთელზე მეტი ვერ გითხრა ხო და არდიათ არ გამიცდი ამას მაგრამ აქ გესმის იმდენად გაიოლდა რეპორტაჟები დღეს ჩვენ რა ინტერვიუზას რასაც ვიხსენებ მე იქ რა ხდებოდა იცი შევიდეთ დავუჯექით რეპორტაჟზე მე და თქვა გეგელია ხო იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ჩვენ გვიწევდა ერთად მუშაობა გარეთ განან ლევანი სალუკვაძე გიგა გვენცაძე თვალია ალეკო ჯიბლაძე ცხონებული კიდე ვიღაცები რომლებიც უყურებენ ამ რეპორტაჟებს და იწერენ შემადგენლობას იმიტომ ჩვენ რო ვიწერთ რეპორტაჟს ჩვენ არაფერი არ აქვს ეხლა კომპიუტერი არ არის ინტერნეტი არ არის შემადგენლობა არ ვიცით იქთან შენ უნდა დაასწრო იმიტომ რომ იქიდან ხმა მოდის მოპარულ რეპორტაჟს ის ვიღაცა ლაპარაკობს იქ იტალიელი ამიტომ ეხლა ცუდია რომ იმან თქვას ჯერ ბაჯო და მე გავიმეორე ბაჯო ეხლა თქვას ვიღაცა მეორე ბაჯო და ანუ შენი ამოცანა შენ უნდა დაასწრო უნდა იცნო და დაასწრო და რა დავასწრო არ ვიცი საერთოდ ვინ რომელი შემადგენლობა გამოიყვანა ამიტომ ესენი პასტით იწერენ სადღაც მე-5 მე-7 წუთზე შემოაქვთ ეს შემადგენლობა იმიტომ რომ შენ ვერ აცები ან ყველაზე უბედური პირველ რეპორტაჟზე დაგვემართა ჩვენ იყო ესა ტორინო აიაქსი პირველ რეპორტაჟს წავიყვანე დაიწყო შემადგენლობა დავიწყე კითხო და მე-5 კაცი წავიკითხე და გაქრა და რომ ბაპატიეთ მე აღარ წავალ სახში და ხო და კიდე კარ მედო ნახევარფინალის შემადგენლობა და გავაგზავნე ეს შემადგენლობა და ჩავამთავრე მე ბრატიშვილი რომ გადავარდა სკამიდან მე მეუნება შესვენებაზე რომ რა შევიო რას კითხულობო კი არ მიწერს იქა რას კითხულობო ეს ხო ნახევარფინალი ის არის შეუნები რა ნორმალ აბა რა თქვა ხა რომ ისა გაქრა და აღარ ვიცი ხო ანუ ეს ექსტრემია ის რაღაც მილიონი რაღაცა იყო ეხლა ყველაფერი წერია წინასწარ იცი ვინ აკლია ვინ სად არის რატო წავიდა რატო მოვიდა და შენზე კარგად არის მე მაშინ ვამაყობდით რომ ბიჭო ამის ბიძა იცი ვინ იყო ვიღაცა აქ წერია ბიძას დედას მამას ფეხის ზომა ყველაფერი წერია ამიტომ ვინაიდან ჩვენს გვიწევს ამის მეც მე ჩემ თავსაც გულობ იმდენად იოლია უკვე ამ იოლი წაყვანა კი არ არის მაგრამ მომზადება ამ იმისი რომ ზალაუნებურად
ძალაუნებრივ ეს ინფორმაცია ყველას აქვს და თუ ტემპერამენტით არ არის განსხვავება ადამიანებს შორის, შენ შეიძლება ვერ მიხვდე მანერითაც კი ვის მიყავს. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია რეპორტაჟი. უბრალოდ ინდივიდუალიზმი დღეს უკვე არის რის ხარჯზე. ვთქვათ, აი ჩვენთან ახლა შემოგვიერთდა ამ ჩვენ გუნდს, ვთქვათ, ნოდარ სივსირე, ხო? ვიღაცას მოწონს, არ მოწონს, მაგრამ აი ეს მისი რაღაც კოდკოდა ყვირილია, ზედმეტი ესპანური სტილი თუ რაღაცა, ვიღაცას აღიზიანებს, ხო? მაგრამ ვიღაცას პირიქით მოწონს. იქ ვთქვათ, სეტანტაზე სიმღერას იწყებს გოლზე, ხო? კიდე გეუბნები, ვიღაცას უკვირს, ამბობს რომ რა გამღერა, რადგან სიმღერა თუ რაღაცა, ვიღაცა ის ხატოვნად მიყავს აგერ ვთქვათ იგივე ტაბატაძეს, ხო? იმიტომ რომ თავის განათლებას ამაში იყენებს. ჩემთვის მაგალითად, ხო, ახალგაზრდაობაში მე თუ მკითხავთ, ეს მორალს მოეწყენება. მე არ გულისხმობ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვედით იმაში, ხო? ჩემს ყველაზე კარგი არის ტატო. ტატო ბაციკაძეს უკეთესი მე რა გულისხმობ, ეს ვისთანაც მიმუშავია. ვისთანაც ვჯდარ ვარ, თქვათ, რეპორტაჟზე. ასეთი კომფორტი მე არავისთან არ მქონია. ნუ თუ არ ჩავთვლით ახლა გეგელიას და ლევანს და თქვათ გიგას, რომლებთანაც ერთ-ერთ ამ პროფესიაში გავიზარდეთ. ახალი თაობიდან ესეთი კომფორტი მე არავისთან არ მქონია. მე არ მიმუშავია სეტანტას, თქვათ, ახალგაზრდა ბიჭებთან. ანდრო ხელაძეა იქ, ალექსანდრე გაბრიჩიძეა, ძალიან კარგები არიან ორივენი, მაგრამ მე ვიცნობ სიამოვნებით წავიყვანდი მათთან ერთად რეპორტაჟს, მათზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვსდავრ მიკროფონთან და მიკროფონთან დაждდომა აბსოლუტურად სხვა რამეა და სხვა არის რომ შენ ძმაკაცობ ვიღაცასთან და კარგი ურთიერთობა გაქვს. იქ სხვა არის. შეიძლება იმათ შეუქმნა მე დისკომფორტი. მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს, ასაკში სხვაობის მიუხედავად. უამრავი ნიუანსია რა. რა რჩევას მისცემდი მომავალ კომენტატორებს და საერთოდ სპორტის სფეროში მომუშავე შურტანისტებს და დავიმშვიდობოთ. იცი რა, რჩევა იქნება ჩემი ის რომ აი რაც შენ ბოლო კითხვაში თქვი, იპოვონ თავი. იმიტომ რომ რაღაცით უნდა განსხვავდებოდი. ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა ახლა ვთქვათ ისეთი გააკეთო, რაც არ ჯდება, მაშინ რა ქვია, არც ერთ ნორმაში, მაგრამ მე იმიტომ წავედი მაგალითად უფრო დოღისკენ, რომ იქ მე შემიძლია ის დოღი გაძლევს საშუალებას, ვინაიდან დიდი ესენია შუალებებია რა, გაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ შენი პლუსი რაც არის ზოგადი განათლება უფრო გამოიყენო და რაღაც ასოციაციებით ისაუბრო და იხუმრო კიდევაც ის გააკეთო. ყველა ადამიანი უნდა ცოტათი მაინც განსხვავდებოდეს მეორისგან. ეს არ ნიშნავს და ისწავლონ თუ უნდათ ამ დღეს უკვე ყველას ორ კაცს მიყავს, წყვილში მიყავს. ისწავლონ სხვისი შრომის უფრო მეტად დაფასება, იმიტომ რომ წყვილში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ მეორე ნომერი. აი ყოველთვის უნდა იმუშაო ისე, რომ შენ ხარ მეორე ნომერი და იმანაც უნდა იმუშაოს, როგორც მეორე. პარადოქსულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მეორე ნომრად მუშაობა ნიშნავს, რომ შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი პარტნიორი ყველა საუკეთესო თვისება წინ წამოწიო. ასეთ შემთხვევაში რეპორტაჟი კარგია. თუ შენ მარტო შენ თავზე მუშაობ, რეპორტაჟი ცუდია და დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ გამო არ ის მეორე თუ არ ვარგა და ერთხელ მოისმინა, რომ ვიღაცა არ ვარგა და შენ ნაჯობე, მარტო შენ გამო არ უნდა შეხედავს რეპორტაჟს. მართალია კომენტატორი არ იყო, მაგრამ ასეთი კაცი სიმღერაში მოგიღო დოლის. ხო, აი ეს რა თქმა უნდა, ხო? მიშიკო შენგელია. ყველა ანუ საოცარ შემადგენლობაში მეორე ხმით, მაგრამ ის ქმნიდა ყველაფერს, იმიტომ რომ იმ ზაურსაც თავისას აძლევდა, მერაბსაც და ხო ეს არის რა. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.